რა მდგომარეობა გაქვთ დღეს? თქვენთანაც მინდა პირველი კითხვა ასეთი დავსვა, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სამაჯური უკეთია იოსებ სიგუას, თქვენ თუ გრძნობთ თავს ახლა უსაფრთხოდ? იცით რა არის? უსაფრთხოდ იმიტომ ვგრძნობ, რომ სისტემატურად მიმდინარეობს მონიტორინგი ამისი. ესეც გავლილი მაქვს და იმიტომ გეკითხე. ეს პეიჯერის სრული არ ვიცი, ემოციური მომენტია. კი, როდესაც დევს და უნდა დატენო და სულ მასთან ერთად უნდა იყო, კიდე სხვა მოვლენაა რეალურად. რთულია ის, რომ ეს ადამიანი არ ჩერდება და ისევ ამ მომენტშიც კი ძალადობს, რომ მოიხსნას ეს პასუხისგებლობა და ეს ვალდებულება, რაც რეალურად კანონის წინაშე აქვს, ის კი არა, რომ 13 წელი შერჩა ეს ყველაფერი და მე ჩემ მდუმარებით და იმ мотивაციით ვიყავი ჩუმად, რომ ბავშვების მამა, მე არ მინდოდა ჩემ შვილებს ყოლოდა პატიმარი მამა, რაში მჭირდებოდა ესეთი გახმაურებული საკითხი, როდესაც ყოფილიყო იქ, სადაც იყო და მოქცეულიყო ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები იქცევენ, მაგრამ რა ხდება აქ? ანუ ადამიანები, როდესაც ძალადობენ, შენ სიჩუმეს თვლიან სისუსტეში და არა დიცულოვნებაში, მე ეს მივხვდი. მას ღრმად დარწმუნებული იყო, რომ მე ამ ძალას ვერ ვიპოვიდი ჩემში, რომ ამაზე ხმა მაღლა მესწავრო, თუმცა ძალიან რთული იყო ამ ძალის პოვნა. ეს კამერებთან ურთიერთობა, ის რომ მივმართე ნოდარ მელაძეს, ის რომ დასაცავი ამხელა ჩინოვნიკის მეუღლე, რომელსაც არც მე მყავს ცოტა მეგობრები ამ სტრუქტურაში და უნდა დავეცავი ნოდარ მელაძეს. ეს არის სრული, არ ვიცი, კლასიკური სურათი იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც სუბიექტურად ადამიანი მართავს რაღაც ძალას. და მე რა ხდება, როდესაც ამაზე იწყებ ხმამაღლა? აი მე მქონია, იცით, ესეთი ეტაპები, რომ მიფიქრია, პირველად ვამბობ ახლა ამას, მიფიქრია, რომ რა მინდოდა, ხო, აი რა მინდოდა, მაგრამ არა, მე განვითარებულმა პროცესებმაც, იმიტომ რომ ვიღლებოდი, იმიტომ რომ ნადგურდებოდი და მე მივხვდი და ეხლა მინდა რომ ყველას უთხრა, ყველა ქალს, ვინც ანალოგიურს გადის, რაზეც ეხლა სოფია ისაუბრებს და რაზეც ნოდართან ინტერვიუში საუბრობდა, რომ ეს არის ერთადერთი გზა, მოიღო ხმამაღლა ილაპარაკო და შენ მოითხოვო სახელმწიფოსგან რეაგირება მოძალადესთან მიმართებაში. მეც მქონია, რომ აი აღარ შემიძლია და გავნადგურდი, მაგრამ ეს არის აუცილებელი, რომ არ უნდა შეეგუო ძალადობას და აუცილებლად უნდა ისაუბრო. და უნდა გქონდეს იმედი, რომ მოძალადე დაუკვდება ოდესმე. ეხლა გააქვთ თქვენ ეს იმედი? ეხლა აი ამ მოცემულობაში, რადგან თქვენ ხართ ჩართული, რადგან მთელი ყურადღება არის ჩემსკენ მომართული, ეს უფრო მიცავს. მე ესე მგონია. როდესაც ეს ყველაფერი გაივლის და თუ პროკურატურამ იმეც ვიტოვებ, რომ ბოლომდე მივა ეს საქმე და იქნება გამოძიებული. თუ ის რეაგირებები და ის შედეგები არ დავდეთ, მე ვფიქრობ უარეს შედეგებზე გავალ. ვინაიდან რადგანაც ეს ადამიანი, რომელიც სისასტიკით არის განსაკუთრებული, მე უფრო მოინდომებ ჩემ დასჯას, ვინაიდან და რადგანაც მან ამ რეალობაში ბევრი რამე დაკარგა. მაშინ, როდესაც ის არაფერს არ კარგავდა, მე მას გაუქმე შემაკავებელი, მე მას გაუქმე საპატრულო 112-ის ზარი. ქურდობის ფაქტი, რომელიც მან 200.000 მომპარა, ეგ ფაქტიც კი გავაუქმე. მე ვიმედოვნებდი, რომ ეს ადამიანი მიხვდებოდა, რომ მე უბრალოდ მინდოდა რატომ გავაუქმე, ჯერ ერთი მთავარი მოვლენა დოკუმენტიც მაქვს ამისი, რომ აქ ნათლად წერია, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ნოტარიუსში დამტკიცებული დოკუმენტი მაქვს, სადაც მე მოძალადე მთხოვს, თუ მე ამ შემაკავებელს არ გავაუქმებ და არ გამოვიდან პროკურატურიდან საქმეს, მე ჩვენ თანაცხოვრებაში ნაყიდი ყველა, მათ შორის ჩემი მანქანა, მათ შორის ჩემი შვილების სახლი არ იქნებოდა ნახევარი ჩემი. მთლიან 100%-ზე არ ვსაუბრობ, თანასაკუთრებაზე ვსაუბრობ. ის ყოველთვის მემუქრებოდა გაითრევი ჩემი სახლიდან, მიბრძანდები, მართმევდა მანქანას, მიმალავდა,
ჩავდიოდი ავტოფარეხში არ მხვდებოდა სულ დასჯის მექანიზმით იყო. ეს გრძელდებოდა წლები ეს კი მარტო ეს რო ყოფილიყო ეკიდი არაფერი. თუმცა ერთი ეპიზოდი არის კიდე ის რომ ერთხელ დაუმალე გასაღები და რომ მოვიდა სახლში ეს უკვე ბავშვებს ახსოვდათ მე არც მახსოვდა პროკურატ თვითონ მითხრეს გამოკითხვაზე ეს თქვეს რომ როგორ ამტვრევდა მამა სახლს იმისთვის რომ დედას მანქანა წაეყვანა სახლიდან მაგრამ მე ის მანქანა რისთვის ჭირდება სამი შვილისთვის პროდუქტის ამოსატანად წრეებზე სასიარულოდ და ეს უბრალოდ დასჯის მექანიზმი რომ ჩემთვის ეს კამარი შემოეჭირა მე თუ რამე ისე არ ვიზავდი როგორც ესეთი თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება ეს არ ეკუთვნის ერთ მხარეს მხოლოდ ეს თავისთავად ცხადია სოფია თქვენ აი ამბობდით რომ არაერთხელ მიმართეთ დასახმარებლად 112-ს მაგრამ არ რეაგირებდნენ ხო რატომ სოსო სიგუა იყო მოდი თქვათ ცნობილი სახელი და გვარი როგორც თქვენ თავად ვეთქვი ძალიან გავლენიანი სხვა ჩვენ ძალიან ბევრ საქმეში არის მისი სახელი და გვარი მათ შორის თუ არ ვწდები რაღაც ტიტუშკების მფარველობა კი არა აი რაღაც ხო ტიტუშკებთან დაკავშირებით სხვადასხვა საქმეებში და საბას ხვიტარიძის საქმეშიც კი მე უსმენდი საბას ხვიტარიძის დედას როდესაც თქვენი ამბავი გახდა ცნობილი როგორ რეაგირებდა ის ამ სახელზე და გვარზე იმიტომ რომ საბას საქმეშიც იყო ანუ რატომ არ რეაგირებდა სისტემა სახელმწიფო თუ კი თქვენ მიმართავდით არაერთხელ დიახ იცით რა არის პლუს ამას არის ერთი მომენტი ბოლოდან დავიწყებ სანამ და ეხლა ბოლო ეპიზოდი რომ იყო სასამართლოში უკვე იმას დატოვებული ქონდა თანამდებობა სასამართლოსთან ისეთი გამოცილება 8 ესკორტით გამოაცილეს და ჩემო ადვოკატმა მას კითხა რითი დაიმსახურეთ ეს ეხლა ამ სასამართლოში კი ეხლა არა ამის წინა პროცესიდან სხვათა შორის იღებდნენ კამერები ვისი ესკორტი იყო აი ეს მაღალჩინოსნების ანუ ეს დიდი პატივით გამოაცილეს 8 ალბათ ეგეთ მაგდენი რაოდენობის მანქანა და მე ამის დამსახურებები მაქო პატივს მცემენ და იმიტო და გასაგებია პატივცემული როა ფაქტია ვინაიდან 4 ჯერ რომ დაარეკავა 112-ში 112-ში ითხოვ პატრულს რომ მოვიდეს რომ ხარ შეშინებული რომ მიეცი ისე ჩვენება რომ რეალურად ეს საფრთხე სერიოზულია და პლუს ამას ეხება მაღალჩინოსანს ეს ყველაფერი პირველივე ზარის შემდეგ იგი ახორციელებს ჩემ ადვოკატთან ზარს და ეუბნება რომ გააუქმოს მან ზარი და მე მის დედას მან დედა ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარში აქ და ნუ ეს ალოგიკურია სრული აბსურდია მესაკუთრის უფლებები აქ სრულიად დაცულია დედა ჩემის კონკრეტული ქონებები აქვს დაყადაღებული. დედა ჩემთანაც კი ბრძოლა. ანუ აბსოლუტურ ანუ აი მავიწროვებს ბანალურად რო ვთქვა, სრულიად უნდა რომ ყველა მხრიდან შემიტიოს და ანუ მას მფარველობდნენ, ამას იმიტომ მკითხულობ, აი დავაკონკრეტებ, რატომ მკითხულობ. ანუ მაინტერესებს იცოდა თუ არა კიდევ ერთხელ, თორემ ყველა თქვენი კომენტარი და ინტერვიუ მოსმენილი მაქვს. იცოდა თუ არა პოლიციამ ეს მდგომარეობა, რაშიც თქვენ იყავით, რომ ცოლზე ძალადობდა, ამას იმიტომ მკითხულობ, რომ ეს კაცი სისტემაში მუშაობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თქვენ რაც საჯარო გახადეთ ძალადობის ეს ფაქტი, მე საოცრება იყო უცებ რომ დააწინაურეს თქვენ გამხილების შემდეგ და ეს მაინტერესებს, ანუ იცოდნენ სისტემაში და მფარველები ყავდა? მე ვფიქრობ, ეგ დაწინაურება ცოტა ხმამაღალი ნაბიჯი იყო. რა ვიცი, ჩემი სუბიექტური აზრია, ამ ხელაგახმაურების შემდეგ დაწინაურება სრულიად ალოგიკურია. ხო, ეს არის, არ ვიცი, არასწორი სვლა არის მათგან. ნუ ეგ თავიანთი სუბიექტური აზრია, ეგ იყო ხაზგასმის დამტკიცება იმისი, რომ ისინი ნამდვილად ფარველობენ ამას. თუმცა მანამდე ბევრი იყო ეგეთი, თუ აი ის ფაქტი, როდესაც მან ეს თანხა მოიპარა, ქურდობა, მე აღნიშნე კიდევ ვიტყვი, როდესაც ნებისმიერ მარკეტში, აფთიაქში, გოგონები იპარავენ რაღაცას, ისინი მიდიან ჩაულებრივად იღებენ სასჯელს და რატომღაც იოსებ სიგუასთვის 200,000-ის ქურდობა არ აღმოჩნდა. ის საკმარისი
რაოდენობის თანხა, რომ ის ყოფილიყო საპატიმრო. და რატო? პატრული როცა გამოვიძახე, ამ უпростоრად ბანკში დავრეკე და ბანკმა მესამე პირის დაბლოკვის უფლება არ გვაქვს და აქაც ვერ გავბედავდი მე. რო არა ბანკის დაჟინებული მოთხოვნა, ამან რომ მომპარა ეხლა მე გადავრიცხავ ამას და მე ზდიე 4 წელი მზდიე, ანუ იპოვე აბა ეს თანხა. სამოქალაქო პროცესები სკენ მიბიძგებდა ყოველს, თუნდაც როგორც არის ეს აღნიშნული, მე ყველაფერს მესამე პირზე გადავაფორმებ და მე შენ წახვალ გარეთს და ქუჩიდან როგორ დამიწყებ ბრძოლას უარაფროდ გაჩვენებ. აი ეს მესამე პირზე გადავაფორმებ გუშინდელ სასამართლო პროცესზე თქვენ საუბრობდით, ანუ გამიჩნდა ასეთი კითხვა, ანუ პოლიციის მაღალჩინოსანი გადამალულ ქონებას ფლობდა, ანუ კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, როცა ჩვენ საუბრობთ პოლიციის მაღალჩინოსანზე, რომელმაც სულ ახლახანს დატოვა თანამდებობა, სასამართლოზე თქვენ თქვით, რომ ფიქტიურ პირებზე ქონდა გადაფორმებული ეს არის კონკრეტული ერთი ქონება, ანუ სისტემაში ესია დალაგებული, რომ თავის მაღალჩინოსნებს, პოლიციელებს ამის საშუალებას აძლევენ? ნუ ამაზე მე ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ფაქტი ვიცი და ფაქტია, რომ ეს სისტემისთვის არ დაუმალია. ხო, წახალისება ხდება თუ არა ამითი, რომ ყველაფერში იყო, ჯა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ტიტუშკების მფარველობა, მაგალითად რაღაც ძალადობრივი ამბები, ძალიან ბევრ საქმეში იყო ამ კაცზე ინფორმაცია, ხო? შესაბამისად ხომ არ ხდებოდა თქო, რატო დაგისვით ეს კითხვა წახალისება ამ ფორმით? წახალისება ის ხდებოდა, რომ მისთვის ნებადართული იყო თქვა რაღაცა. მისთვის ნებადართული იყო, უბრალოდ ამაზე არასდროს ავაპელირებდი მე და ეს რეალობა, ანუ რა მისი ადვოკატებიც ამაზე აპელირებენ, რომ მე თითქოს და მასთან მაქვს რაღაც ქონებრივი დავა, რეალურად ჩემი შეძენილია. პირიქით ხდება. უბრალოდ იურიდიული მფლობელი ეგ არის. აი ქონებრივ დავიდე დავიდა ეს საქმე. არანაირი დავა არა მაქვს. აი საერთოდ 50-50-ზე გვაქვს ორი მესაკუთრე ყავს, როგორც ჩვენ სახლს, ისე ჩვენ კონკრეტულ ფაქტს, მაგრამ ესაა ჩემი შეძენილი და მან ძალიან კარგად იცის და ამით აპელირებს, ანუ თავის დანაშაულს ფარავს თითქოს ქონებებით. მე ქონებებზე იმიტომ არა მაქვს აქცენტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შეძენილია, ჩემი მოპოვებულია, სათითაო აგურით ჩემი გაკეთებულია, იმიტომ რომ ვიცი ის ჩემი კანონიერი მეუღლეა და მას ეკუთვნის და ის პირიქით აპელირებს. აი ამაშია სოფია საქმე, რომ ქონებრივ დავამდე ხდება თითქოს რაღაც არანაირი დავა არა გვაქვს. უმძიმესი ამბის დაყვანა. დაყვანას დავარქმევდი, იმიტომ რომ ქონებრივი დავა არაფერია კოშმართან შედარებით, რასაც ქალები გადიან. ძალიან მძიმე ფაქტებზე ესაუბრებოდი თქვენ მათ შორის ნოდარის გადაცემის ჟურნალისტ და მე მინდა რომ უბრალოდ მაპატიეთ, ძალიან რთულია, ვიცი ქალს, როდესაც შენ უსვამ კითხვას თან პირდაპირ ეთერში ძალადობის ფაქტებზე, მაგრამ აი ბავშვები ახსენეთ და ბავშვებიდან გამოვდივარ ეხა, როცა ამ კითხვას დაგისვამთ, როდესაც თქვენზე, როგორც თქვენ ყვებით სასტიკად ძალადობდა თქვენი მეუღლე დამარხვით გემუქრებოდათ, მე-12 სართულიდან გადაგდებით და გაქრობით, იარაღი დამადოყვებოდით და სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდით. ამას თქვენი სამი მცირეწლოვანი შვილი ყველა ფაქტს არა. ესე იგი პროკურატურაში მე რო დავჯექი მთელი 13 საათი მიდიოდა ჩემი დაკითხვა. და დეტალურად ეს წაგვიყვანს ზაანშოს. აქ იმდენი ფაქტია და ყველაფერი დეტალურად იცის პროკურატურა, მათ შორის ძალადობის. ეს დაიწყო 2014 წელს პირველი ორსულობის დროს. როგორც პირველ ორსულობაზე ვყავარ მას ნაცემი, ისე მეორეზე და ისე მესამეზე. მესამეზე უკვე ჩემი მეორე შვილი არის მოწმე. რასაც თვითონ მიყვება, რომ პროკურატურას მოახსენა ამის შესახებთან დეტალურად. რაფერი მეცვა, ეგაც კი ახსოვს ბავშვს, იყო ჩემთვის ძალიან ემოციური, იმიტომ რომ არ მეგონა თუ ასე დეტალურად ემახსოვრებოდა ეს ყველაფერი. ესე იგი, ცემის მიზეზი იყო გამოგვა, ნიჟარის ამომშრალება, მე ვფიქრობ ეს ამ ფსიქოლოგიური პრობლემაა, ან უბრალოდ ბავშვის სანამ ამ ჭიქას გატეხავს, მანამდე რომ უნდა ცემო, რომ შეშინებული იყოს, რომ არაფერი დააშაოს. ჩემზე, კი, ჩემ. სხვათა შორის ბავშვებმა ისაც მითხრეს, რომ პროკურატურაში ისაც ვთქვითო, რომ ბებომ ერთხელ შეგვიყვანაო და ყურებზე ხელს გვაფარებდაო და მე შენ შემოხვედი და რატო არ გამოხვედით, რატო არ მიშველეთო. მე არც მახსოვდა ეგ ეპიზოდი.
ბავშვებს ისეთი რაღაცები ახსოვთ, რომ აი ძალიან გული მეტკინა. ხო, მე შემთხვევით არ დამისვამს ეს კითხვა, ბავშვებისთვის არის ყველაზე უმძიმესია, თუ კი ბავშვები ესწრებიან აი ამ ძალადობას და ეხლა რა და არ გინდა ყველას ვერ 100%-ს, მაგრამ 30% მაინც შესწრებულებია. პირველად თქვენ განაცხადეთ ამის შესახებ ხმა მაღლა, მერე იყო რამე მუხარები. მაშინაც ითვალისწინებდა სამაჯურს, თუმცა მაშინ მოკლედ სამაჯური არის 20 ქულით მეტი ძალადობა აქვს, შემაკავებელში ითვლება ქულები, სადაც რაოდენობა აჭარბებს, ხო. ხო და აქედან გამომდინარე მაშინაც ეკუთვნოდა მას სამაჯური, მაგრამ მაშინ კიდევ მეგონა, აი ეს მსხვერპლის პოზიცია ხომ იცით, ბოლო იმ წერტილზე ხარ ჩამოკიდებული, რომ იმედი გაქვს, რომ ის მოეგება. მოკლედ და კონკრეტულად რომ ჩაერთვნენ აქ მაღალჩინოსნები, რომ ეს ყველაფერი დაჟინებით კონტრაქტით თუ ასე შემდეგ მოითხოვეს, რომ მე შემაკავებელი გამეოქო, თუმცა მან იმუშავა შემაკავებლით 40 დღე დეტექტივების სამმართველოს უფროსად. მაშინ შემაკავებელი ეხლა 21 თებერვალს თანამდებობაზე დიახ. უბრალოდ მიდიოდა პროცესები, რომ გაუქმებული იყო ის ასაჩივრებდა, თუმცა მე ეს დოკუმენტი დავწერე, მოუწერე ხელი, რომ მე დიახ გავდივარ, იმიტომ რომ აღარ всё, ანუ დავშორდით და კარგად ბრძანდებოდა. მოსამართლეს თანაშემწემი ირეკავდა სისტემატურად და მეუბნებოდა, რომ რატომ არ მოდიხარ? მე მას აუხსენი გულწრფელად თუ ახლა მისმენს. არ შეიძლება ამის არ მოსვლა და ამ პროცესზე რატო არიდებ თავს, რომ რატო გინდა რომ გაუქმდეს. ვთქი არ მინდა, უბრალოდ არ მინდა, რომ დაე იყოს ეს ადამიანი იქ, ოღონდ ჩემ გარეშე. ამისთვის პრიორიტეტია მხოლოდ და მხოლოდ სამსახური და მე ვფიქრობ, რომ ეს მიხვდება, რომ არის რეალურად ის ბეწვის ხიდზე გადის და ეხლა მაინც შემეშვება. მე ამაში ვიგრძენი იმედი, რადგან ყველამ გაიგო ძალიან ზევით რანგმაც კი, მე თვითონ მქონდა მათთან კონტაქტი, რომ ეს კაცი დაეოკებინათ უკვე აბსოლუტურად. ვისთან შეგიძლიათ? კი, რონი მესხთან, მე მას მივწერე თვითონ SMS-ი. და რა გიპასუხა? არაფერი არ მიპასუხა, თუმცა ვიმედოვნებდა, მე მგონია, რომ მასაც ეგონა, რომ ეს ყველაფერი დამშვიდდებოდა, რადგან მე რაღაც მომენტში ლოიალურობა გამოვიჩინე და კიდე მიმტევებლობაზე გადავედი, როგორც ჩვენი სისუსტე ბევრჯერ ხდება. ამის შემდეგ დაიწყო ახალი კასკადი. ყველგან უკან დგას, მაქვს ისეთი პროგრამა, სადაც ჩვენ მანქანის ნომერს შევიყვან და ყველგან სადაც კი მაღაზია, მარკეტია, საკვები ობიექტია, ყველგან მიხტებოდა და მიჯდებოდა ან მაგიდაზე, ან გვერდში, ან მანქანაში მეჯაჯგურებოდა, რომ ჩამესვა და ასე შემდეგ. შევიწროვება სრული დევნა. ეს იყო მისგან ჩვეულებრივ ორგანიზებული. რონი მესხი ახლა მინისტრის მოადგილეა, ხო? ანუ მან იცის, ანუ მათ გადასარევ, ეხლა უკვე ყველაფერი იცის, მაგრამ მანამდეც ვიდრე გასაჯაროვდებოდა, ანუ მან იცის. ეს 21 თებერვლის მოვლენებზე მან უკვე გაიგო. ეს ამბავი, იმიტომ რომ მე თვითონ მივწერე მას და არა მარტო მე თვითონ, ეს იყო შემაკავებლიანი ადამიანი, რომელიც დიდ პოსტზე მუშაობდა. ანუ ამდენი ხნის განმავლობაში თქვენ ამბობთ 13 წელიო, ხო? 13 წელი გრძელდებოდაო, პოლიციაში მუშაობდა მაღალთანამდებობაზე. მე ყოველწლიურად ჩუმად და რატო? მე შინოდა აი ამ ყველაფრის, მე ამის ძალა არ მქონდა. მე ვიცოდი, რომ დასაცველი გავხდებოდი თქვენი. მე ისინი ვერ დამიცავდნენ. მე ადამიანი ხაზგასმით მიხსნიდა თუ როგორ უნდა მოვეკალი. მან ერთი მოუყევინოდა მელაძესთან და აივანზე ჩულური დამსვა მე-12 სართულზე, მოაჯირზე, ნუ მთელი უწმატური სიტყვებით მაგდებდა და მე რო გახედა რომ დღისა და ღამის გასაყარი იყო ეგეთ პერიოდი. რო გახედა რომ გაუხსნელი ვერ იქნებოდა და ბევრი აივნები და ფანჯრები იყო, ჩამომსვა. ანუ დაგსვათ მოაჯირზე და გაგდებდა. მაგდებდა ჩვეულებრივად. ანუ მე მუქრებოდა ყოველთვის რომ იქნებოდი გაუხსნელი მკვლელობა, რომ მე თავის ვციტირებ. რომ მე ხო იცი რომ გაუხსნელი მკვლელობა ყველაზე კარგად ვიცი როგორია. აქედან გამომდინარე ჩემზე კარგად ვერავინ ვერ შეასრულებს. მეუბნებოდა ან იქნები უგზო-უკლოდ დაკარგული ჩაქსვავ კასრში, წაგიყვან სადმე დაგმარხავ, არც ტელეფონი მექნება, არც არაფერი ვერავინ ვერ მოგაგნებს. მე ესე დაუჯდებოდი და რომ იყო ეთერში მამამ, დედა და ცოლმა ქმარი ესეთი საშინელი ისინი ხომ არის შემთხვევები. ვუხსნით, აი წარმოიდგინე ფსიქოლოგიურად, მეც ვუხსნით
ეს არის ძალიან ცუდი რაღაც სოსოებნე. შენ მე რა ნუ გონია თუ მომკლავ. ნუ გონია რომ დაუსჯელი დარჩები. კაი დაუშვათ დარწმუნებული ხარ რომ იდეალური ხარ ამ ბავშვი და დარჩები დაუსჯელი. მერე ბავშვები უდედოთ როგორ უნდა იყვნენ. ბავშვებს 9 თაობაზე, მოკლედ ამას ძალიან ყოველთვის ვუხსნიდი რომ დამენახვებინა რომ ეს იყო ცუდი განზრახვა და დამენახვებინა რომ ეს არ შეიძლებოდა. მოკლედ და კონკრეტულად მე ეტყობა იფიქრა ამ დიდად ორგანიზებულმა ადამიანმა და მოიფიქრა ახალი რომ წამიყვანდა საგიჟეთში გამიკეთებენ ისე მედიკამენტს თვითონ მიხსნის ამ ყველაფერს სადაც სანამ მე ალტერნატიულ ექსპერტიზას მოვეყვანდი მე უკვე რეალურად გიჟი ვიქნებოდი ამ წამლის და ამით დაგაპატიმრებ და მოგიშორებ და დაგსჯი თუ ისეთი არ იქნები როგორიც, მაგრამ ისეთი ზუსტად ისეთი კი არა. იმაზე უკეთესი ვიყავი როგორიც მას უნდა და უბრალოდ არის დესპოტი. რო გითხრათ რომ უბრალოდ არ მთხოვდა რომ კორპორატიულზე გოგუებთან 9 საათზე მესახში უნდა ყოფილიყავი და ეკი მოვყევი ერთ-ერთგან არ ვიცი სად აღარ მახსოვს სასამართლოში მათ შორის დაზუსტებით ვიცი რომ სადღაც გოგუებთან ერთად თანამშრომლობთან რომ წავედი 10 საათზე იწყებოდა ეს საღამო 12 საათზე უნდა ყოფილიყავ. ის იყო ჩემთვის დიდი პატივი, რომ 9-ზე არ და 12-ზე უნდა მოსულიყავ და ვერ მოვედი 12-ზე. და მან მითხრა, ეხლა მან შემოვარდები და გამოგათრევთ მებითო და გავიქეთ სახლში. და დამეწია სახლში, მაგრამ შევასწარი სახლში, სადაც სტუმრები იყვნენ, ბებია ჩემი და ბიძა ჩემი, მე არც ვიცოდი, რომ სტუმრები დამხვდებოდნენ სახლში. იქ შემოვარდა და სასტიკად გამისწორდა. ფიზიკურად? კი, ფიზიკურად, რა თქმა უნდა. თქვენი ოჯახის ჩემი ოჯახი ბებიის წინ და ბიძასთან და მე ეს ნუ ამათ წივილი კივილი და ბებია ჩემი ეტაკა შესაბამისად მე გავარდა. ესე გამისწორდება და გადმოდა. სოფია, რა არის ახლა თქვენი მოთხოვნა, რომ მას არ მოხსნან ორივე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა? თუმცა ერთი პროცესი კიდე გვაქვს ხუთშაბათს 12-ზე. და ეხლა რა მოლოდინი გაქვთ ამ ხუთშაბათის სასამართლო? ესე იგი ეს ადამიანი ორ ნაწილად ბრძოლობს, როგორც შემაკავებელზე, ისე სამაჯურზე. ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ შემაკავებელი ითვალისწინებს სამაჯურს და იმას თუ გააუქმებს ავტომატურად ისაც უმხდება. რაღაცა არ ვიცი ეს რა მექანიზმი ალბათ კანონი ითვალისწინებს. ეხლა არის ხუთშაბათს უკვე შემაკავებელზე. შემაკავებელი რომ მოიხსნას, თუმცა აპელაციამ სამაჯური დატოვა და ხუთშაბათს ისევ საქალაქოშია მხოლოდ და მხოლოდ შემაკავებელი და შემაკავებელი თუ გაუქმდა ავტომატურად გაუქმდება სამაჯური, მაგრამ ამის 1%-იც არ მჯერა. იმიტომ რომ იმდენი სისასტიკეა ჩემ ცხოვრებაში უამრავი და ამ ეს საქმის კურსია როგორც პროკურატურა ისე მოსამართლეს უყვები მართალია ამთლიანად ვერა მაგრამ რაც არის იმ მომენტში რამოდენიმე ეპიზოდს უყვები და არც ერთი მოსამართლე ყველა მოსამართლე არის ობიექტური და ეს არის იდეალური. ხო, ძალიან კარგი რომ სააპელაციომად ძალაში დატოვა. მადლობა დიდი რომ იყავით ჩვენთან. რამის თქმა ხომ არ გსურთ კიდევ ძალიან მძიმეა მოსმენა. არა, ეს არის ძალიან მძიმე და მე კიდევ ვიტყოდი ერთს რომ მართლა ძალიან რთულია ის ძალა იპოვოს შენში რომ თუნდაც შენ ოჯახზე ილაპარაკო ხმამ ახლა თუნდაც ესეთი შენი დაუცველი და სუსტი მხარეები, მე არ მიყვარს ჩემი სუსტი მხარეების გამოვლენა. ყოველთვის ვცდილობ, რომ ძლიერად გამოვიყურებოდე და არ შემიძლია ეს სუსტი ვიყო და შინაგანად დანგრეული ვარ, მაგრამ გარეგნულად მაინც ვცდილობ, რომ გმირულად ვიდგე. მე ვიცი, ხა შინაგანად თქვენ როგორც ხართ და ძალიან მძიმე გზას გადიხართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, აი ვიდრე ალაპარაკდები და მერე რომ ალაპარაკდები მეორე სერია თუ მესამე იწყება მან, მაგრამ ხო, ერთადერთი აქამდე რატო იყო ჩუმად, ან ეხლა რატო ალაპარაკდა? ძალადობას და სრულიად მესმის, აი როცა ადამიანები კითხვას ვამეხომი, აქამდე სად იყო 13 წელი, 5 წელი, ეს გამორიცხულია ხალხო, ამას იმდენი წელი ჭირდება შენს ტვინში, შენს თავში მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ხმამაღლა ალაპარაკდე.
და მე რომ იწყება, რაც იწყება ალაპარაკების შემდეგ, მაგრამ ეგ არის ერთადერთი გამოსავალი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორია ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეთ თქვენ, იძულებით, რომ მედიასთან გესაუბრათ, თქვენ თავად ვეთქვით, რომ მივწერემთლად მინისტრის მოადგილე, მისი მფარველი იყო ეს მესხი. მეგობარი და მფარველი და რეაგირება არ ყოფილა და იძულებული გავხდიდა 4 ზარის შემდეგ პატრული რო არ მოდის და ბოძალადეს ურეკავს ეს არის სრული გამოიძახეთ მე გამოვიძახე და ის უკვე ურეკავს ჩემ ადვოკატს რომ გააუქმოს მან ზარი და მე სანაცვლოდ დედამისისგან გამოვიტანს არჩევს ანუ ვიდრე ირეაგირებს სისტემა, მანამდე უკვე ქმარი იღებს ინფორმაციას და პატრულს ანუ რაც ხდება. უპრეცედენტო მოვლენა. მსგავსი საოცრება არ ვიცი. ისევ დავრეკე 112-ში და ისევ ვუთხარ, კი, მაგრამ როგორ იგებს მოძალადე, რომ მე თქვენ დაგირეკეთ. იმის შემდეგ კიდე სულ 4 ზარი განვახორცე. არ მოვიდა და მეორე დილას ისევ დავრეკე და ერთ-ერთმა ოპერატორმა მითხრა, რომ თუ შეიძლება გენინსპექციაში დარეკეთ ქალბატონო სოფია და დავრეკე უკვე გენინსპექციაში. გასაგებია. ამ კაცს უკავშირდება ბევრი საქმე, ბევრ საქმეში გვინახავს ჩვენ ხო, სოსო სიგუა სახელი და გვარი გაგვიგონია და თქვენ სასამართლოში მათ შორის საუბრობდით ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, დამოკიდებულებაზე, აზარტულ თამაშებზე. რატო ვუსვამ ამას ხას? ანუ წლების განმავლობაში ის იყო გავლენიანი პოლიცია და თქვენ ამის მტკიცებულებები გაქვთ, რაზეც მას ბრალს უყენებ და იმ საქმეებზე, რაშიც მას ადანაშაულებდნენ, რამე ინფორმაციას ხო არ ფლობთ და არ ამბობ თუ არაფერი? მე არანაირი ხა ზოგადად მისი მეუღლე ვიყავი, როგორც ასეთი იმ შენობაში რა ხდება, კარგად იცით, ანუ ესენი თვითონ ერთმანეთში უფრო კარგად იციან, რატომ ფარველობენ ალბათ. ექნებათ მიზეზი, თორე როგორ შეიძლება ასეთი სასტიკი მოძალადე, ქურდი და შემაკავებლიანი ყავდეს თანამდებობაზე, რო არა რაღაცა პირადი შიშის ფაქტორი. კარგით, მადლობა სოფია. ამასაც ძალიან დიდი ძალა უნდა, რომ დადგედა ჟურნალისტ მისცე ინტერვიუ, დადგედა პირდაპირ ეთერში. ისაუბრო, მხარდაჭერა თქვენ და სოლიდარობა და ყველა ქალს ვუთხრათ კიდევ ერთხელ, რომ არ უნდა გაჩუმდე, როდესაც საქმე ეხება ძალადობას.